ოკუპირებული აფხაზეთის დღევანდელობა, რუსეთის დუმის არჩევნები, ჟირინოვსკის სკანდალური განცხადება, ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის ახალი ეტაპი და ხაჯიმბას ანტიქართული განცხადებები რუბრიკაში კვირის თემა. მოსკოვი კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად რუსეთის ფედერაციამ სახელმწიფო დუმის 18 სექტემბრის არჩევნები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ჩაატარა. კრემლმა ამ რეგიონებში უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი. ამასთან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114,000-ზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა და ოლქში ამომრჩევლის სტატუსით დაარეგისტრირა. რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო არჩევნება კრემლის მიერ წინასწარ დაგეგმილი შედეგები აჩვენა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველმა პარტიამ ედინაია რასიამ მოიპოვა. სოციალური ქსელებით გავრცელდა მასალა არაერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევების შესახებ. Ну еще кто-нибудь может подойти и поломать. Сказала быстро, они сидят. Иди! ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტი დაგმო ოფიციალურმა თბილისმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად შეაფასა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვისგან მსგავსი ქმედებები არ ახალია და მოსალოდნელიც იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო და იძულებითი პასპორტიზაცია. სამწუხაროდ არაფერს სხვას რუსეთისგან არ უნდა ველოდეთ, არც უახლოეს მომავალში, არც ცოტა უფრო შორეულ მომავალში, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენიც დრო მოხდა უკანონო პასპორტიზაცია, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის შესაბამისად, რუსულ ლოგიკაში, ასე ვთქვათ, ჯდება ის, რომ იქ, სადაც არის მისი მოქალაქეები, ხსნის იგი საარჩევნო უბნებს. თუმცა არსად სხვათა შორის საკუთრივ რუსეთშიც განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია ამ არჩევნებს. არჩევნების ბედი ყველასთვის ცხადი იყო, როგორც გადაწყდებოდა. აფხაზეთშიც არანაირი განსაკუთრებული აქტივობა არ ყოფილა, არც რუსული მოსახლეობის და განსაკუთრებით თქვათ იგივე აფხაზური იქნება თუ სომხური მოსახლეობის, რაც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას თუ დაახლოებით რა დამოკიდებულება აქვს განსაკუთრებით აფხაზებს რუსეთთან მიმართებაში. ესა იძულებითი პარტნიორობა, ეს დავარქვევდი იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ იქ სოხუმში საქართველოს ისევ საფრთხეთ აღიქმევა. თავის მხრივ საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი უკანონო ქმედება ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს საკითხი დე-ფაქტო პარლამენტმა საშემოდგომო სესიების პირველსავე სხდომაზე განიხილა. ეგრეთ წოდებული პარლამენტარების თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა უნდა მოესწროს დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 6 თვეში გაიმართება. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ახალი აფხაზური პასპორტების აღებას აფხაზეთში ქართულ მოსახლეობას აიძულებს და ძირითადი სამიზნე გალის მოსახლეობაა. ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტის მისაღებად დამატებით პირობებს უყენებენ გალის რაიონის მოსახლეობას, რომელიც იქ მცხოვრები 26,000 მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ახალი დოკუმენტის მისაღებად აფხაზეთში დაბადებული მოქალაქისთვის ძველი პასპორტი, საბინაო წიგნაკი და თითის ანაბეჭდია საჭირო. სხვა დანარჩენს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც არაა დაბადებული აფხაზეთში, მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა. ამ დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი კი ცნობილი არაა. ოფიციალური თბილისი ამ პროცესს არალეგალურს უწოდებს და საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებას აპირებს.
ნებისმიერი დოკუმენტის გაცემა არ გაცემის საკითხი სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება, იმიტომ რომ ეს გახლავთ არალეგალური პროცესი, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანებს არ ეზღუდებოდეთ ისეთი უფლებები, როგორც არის გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, შრომის შესაძლებლობები. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას წინ უძღოდა რუსი და აფხაზი ეგრეთ წოდებული პარლამენტარების განცხადებები რუსულ-აფხაზურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავად უნდა განვითარდნენ, ან რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ, ან უკან უნდა დაბრუნდნენ სხვა რომელიმე რეგიონში. ასეთი განცხადება გააკეთა სკანდალების მოყვარულმა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ცნობს რუსი დეპუტატი, რომელმაც თავის დროზე ხმა მისცა ამ რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ აღიარებული ტერიტორიებია. Позиция ЛДПР никому не помогать. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა დავეხმაროთ. არსად არც ერთი რესპუბლიკა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ეს არის საბჭოთა სისტემის გადმონაშთი. ჯერ მათ შეყარეს აფხაზები საქართველოში, ჩვენ კი გამოვლიჯეთ ისინი საქართველოს. ხან სამხრეთ ოსეთი იყო ცალკე, ასევე იყო დნესტრისპირეთიც. ჩვენ კი შევქმნით მოლდოვას ფიქტიური სახელმწიფო. ეს ყველაფერი მოხდა ლენინიდან ბრეჟნევამდე და ეს ერები იტანჯებიან. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან აღიარებულნი, ისინი უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში რაიონის უფლებით. აფხაზეთი კრასნოდარის სამხრეთ ოსეთი გახდეს ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი, ხოლო დნესტრისპირეთი ყირიმის ოლქის ნაწილი. სხვანაირად ამ ქვეყნების გამოყოფა შენახვა ეს ჩვენი ავადმყოფობაა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვალების ჩამოწერის, ან კიდევ მათთვის დახმარების გაწევის. Вот Абхазия, Абхазский район Краснодарского края. რუსი დეპუტატის ამ განცხადებებმა გააღიზიანა აფხაზური მხარე, რომელმაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკისთვის მიუღებელი უწოდა ჟირინოვსკის გამოსვლებს. ეგრეთ წოდებულმა საგარეო უწყებამ ჟირინოვსკის შეახსენა, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. მსგავსი არამეგობრული გამოხტომები აფხაზეთის რესპუბლიკის მისამართით ზეგავლენას ვერ მოახდენს ჩვენ ქვეყნებს შორის განვითარებად მეგობრულ ურთიერთობებზე. აღნიშნულია აფხაზი ეგრეთ წოდებული პარლამენტარების კომენტარებში. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატის და ედინაია აფხაზიას ლიდერის სერგეი შამბას განცხადებით, რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზების მონაწილეობა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ აფხაზეთი ოკუპირებული არაა. არამედ არის ის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად ირჩევს თავის გზას. რუსეთის მოქალაქეობაც და არჩევნებში მონაწილეობაც ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზღაპრები ოკუპაციაზე წმინდა წყლის სპეკულაციაა ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, აღნიშნავს სერგეი შამბა. კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ჟირინოვსკის განცხადებები საინტერესოა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების არც თუ ისე მყარი კავშირის ფონზე. ეს განცხადება იმით არის საინტერესო, რომ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ურთიერთწყენა გროვდება აფხაზებსა და რუსებს შორის, მათ შორის ეგრეთ წოდებულ სამთავრობო სტრუქტურებს შორისაც და ზოგადად ურთიერთობაში რუსები ზოგადად ნაწყერები არიან აფხაზებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყველა რესურსთა უმეტესობას იღებენ რუსეთისგან, საუბარია ფინანსურ, სამხედრო და ასე შემდეგ დახმარებაზე და საპასუხოდ თქვათ არ არიან იმდენად ლოიალურები, როგორც უნდა ყოფილიყვნენ. მაგალითად შეგახსენებთ იგივე აფხაზეთის დე-ფაქტო კანონმდებლობას. ეს წყენები გროვდება, აფხაზებსაც აქვს ძალიან ბევრი კითხვა რუსეთთან მიმართებაში, ისინი ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ იმას, თუ რაში ჭირდებათ რუსებს და არც აფხაზეთის დამოუკიდებლობა რო არ ანაღლებს რუსეთს და არც კეთილდღეობა და ასე შემდეგ. რუსეთი ხელმძღვანელობს თავის ინტერესებით. ეს წყენები არის დაგროვილი და რაც პერიოდულად გამოჟონავს ხან თქვათ ჟირინოვსკის გამოსვლაში, პერიოდულად თქვათ რომელიღაც აფხაზი ჩინოვნიკის გამონათქვამებში, დაძაბულობა არ აისახება იმაში, რომ თქვათ აფხაზები ავტომატურ რეჟიმში აქაო და რუსები არიან ცუდები და აბა ახლა ქართველებს ჩავეხუტოთო ან და რაღაც სიმპათიები გაუუჩნდეს ავტომატურ რეჟიმში, ამ საკითხზე ამ მიმართულებით ფიქრი და მუშაობა საქართველოს სახელმწიფო საზოგადოებას ნამდვილად მართებს.
თავის მხრივ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მიზნებზე და ასევე იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომელსაც როგორც თავად უწოდებს, ის აღიარების გზაზე აწყდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად მთელი დანარჩენი მსოფლიოს საქართველოს პრიზმაში განგვიხილავს. გვიყურებს სხვა მხარის ნაწილს, რაც სავსებით არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნავს რაულ ხაჯიმბა. ჩვენ ჯერჯერობით ცუდად გვიცნობენ დასავლეთში, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები იღწვიან ჩვენი ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციისთვის. აცხადებს ხაჯიმბა და იმედს იტოვებს, რომ მათი ეგრეთ წოდებული ქვეყნისადმი ინტერესი გაიზრდება. საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას კი ხაჯიმბა აცხადებს, რომ მეზობელი საქართველო მადამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოა, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, რომ აფხაზეთს თავს როგორ დაესხას. ჯერ კიდევ 1992-93 წლებში საქართველო თავს დაგვესხა და ჩვენს მიწაზე სისხლის მღვრელი ომი გააჩაღა. აცხადებს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბრიტანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში და ასევე აღნიშნავს, რომ მტრულად განწყობილ საქართველოსთან დღემდე ვერ მიაღწიეს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ფიზიკურად საქართველოსთან ისინი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა ხაჯიმბას მეგობრების და პარტნიორების იმედი აქვს და პირველ რიგში საიმედო პარტნიორად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რუსეთს ასახელებს, რომელიც საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტში უსაფრთხოების გარანტად მიაჩნია. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საქართველოს შემადგენლობაში რომ განიხილავს აფხაზეთს, ეს მართებულია. მცდარი შეხედულებები კი თავად ხაჯიმბას პრობლემაა. გიორგი კანაშვილის განცხადებით, საქართველოს არაერთხელ განაცხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. საქართველოს მრავალჯერ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიან თაპირებს ამ საკითხის გადაჭრას, შესაბამისად ეს ბრალდებები ფიქრობ, რომ არარელევანტური არის ამ სიტუაციაში. ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთს ნამდვილად არ ადარდებს არც აფხაზეთის ბედი. შესაბამისად, თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე სახის გაარიგება თუ მოხდა, შეიძლება სიტუაცია ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალოს და არა მათ სასარგებლოდ.